მოკლედ ძალიან რთულ დროში მოგვიწია ცხოვრება, სურპრიზებს გვიმზადებს ტერით მოყვარეს. დღეს დაანონსდა ჟურნალისტთა სახლში, რომ შეიქმნა რაღაცა ორგანიზაცია, რომელიც თურმე ჩვენს ეროვნულ ღირსებას და სიწმინდეებს დაიცავს. დიდი ალბათობით მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ არც ეროვნულ ღირსებაზე, არც სიწმინდეებზე. და საზოგადოებამ ორიგი დემაგოგიური სულის მსხვერპლი არ შეიქმნეს, ერთადერთი სიტყვით ვიტყვი მის შესახებ თუ რა არის ეროვნული იდენტობა. ეროვნულ იდენტობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, ნიშანი, მარკერი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც დროში ცვალებადია, მართალია მყარი კონსტრუქცია, მაგრამ დროში ცვალებადია, ის ექვემდებარება გამოწვევებს, როგორც შიდა, ისე გარე. ერთ-ერთი მთავარი საზღვრელი, რაც ეროვნულ იდენტობას აქვს, ეს არის ამა თუ იმ ხალხის თვითსახელწოდება. ამ შემთხვევაში ჩვენი ქართველების თვითსახელწოდება საქართველო ქართველი, რომელიც სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს მოიცავს თავის თავში. და ამაზე არ გავაგრძელებთ საუბარს. ეს არის ერთ-ერთი ძველი მთელს მსოფლიოში თავისი საკმაოდ მრავალფეროვანი, ძალიან სახელოვანი თუ სამწუხარო და სასირცხლო ისტორიის მქონე. როგორც ყველა სხვა ხალხი, არავის არც კარგები ვართ და არც უარესები, მაგრამ მთავარი რა არის? ქართული იდენტობა, შორს რო არ წავიდეთ იქ რაღაცა პროტოქართულებში კოლხებთან და იბერებთან, ჩამოყალიბებას იწყებს ისეთი სახით, როგორც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, იმ ძველზე დაყრდნობით, რასაც ქართლის ცხოვრება, უბრალოდ ქართულთა ცხოვრება გვიყვება ფარნავაზის მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ რეფორმის შედეგად შექმნილ იდენტობის მარკერებს, ენას, ტერიტორიას, რელიგიურ ერთიანობას, მეფე, რომელიც მოიცავს ამ ყველაფერს. და ეს საუკუნეების განმავლობაში უცვლელი სახით მოდიოდა, რა თქმა უნდა, გარკვეული ნიშნები უფრო და უფრო მძაფრდებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიქმნა, ეს არის ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ჩვენი გმირები, ჩვენი მეხსიერების ადგილები, რომელიც უცვლელია შეიძლება ითქვას და წმინდა ადგილები, რომელიც ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, იმიტომ რომ ეს არის საკრალური ადგილები და ნებისმიერი ერისთვის და საზოგადოებისთვის საკრალიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასე რომ არც თუ ისე მარტივი გასარკვევია, სიწმინდები არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოხდულის ანაფორაში ჩაცმული ადამიანები, არ არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდანთა სხეულების სიწმინდები, არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიწმინდე ეკლესია მონასტრების, სიწმინდეა ერი, სიწმინდეა ისტორიული მეხსიერება, საგმირო თავგადასავალი და ჩვენი ძალიან დიდი ისტორია.